მოვამზადოთ ფხვიერი და ნიგვზიანი ქადები. ფქვილში გადავურევთ გამაფხვიერებელი და შაქარი, დავუმატოთ ცივი კუბიკებად დაჭრილი კარაქი, გავაფხვიეროთ მასა, ასევე დავუმატოთ კვერცხი და არაჟანი. მოვზილოთ ნაზი და რბილი ცომი, გადავახვიოთ სამზარეულოს ცელოფანში და დავასვენოთ 9 საათით. ამასობაში კი მოვამზადოთ გულსართი. თქვენ კი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, გამომყევით YouTube-ზეც. გულსართისთვის ნიგოს დავუმატოთ შაქარი, დარიჩინი, ყველაფერი კარგად დავაჩოფეროთ. დაჩოფერებულ მასას კი გადავურიოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და მივიღებთ ძალიან ფხვიერ და გემრიელ გულსართს. დასვენებული ცომი კი გავათხელოთ ფხვილმოყრილ ზედაპირზე, უნდა გავათხელოთ თხლად, სადღაც 3 მმ სისქეზე. გათხელებულ ცომს კი გადაუსვათ ზემოდან კვერცხის ცილა და გულსართის ნახევარი. გადაანაწილეთ ყველაფერი კარგად. გადაუკეთეთ გვერდები, რათა ნიგოზი არ გადმოიყაროს გადახვევისას და დავახვიოთ ძალიან მჭიდროდ. ინგრედიენტების სუსტ რაოდენობას დავწერ ვიდეოს აღწერაში. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, გამომყევით. თქვენი აქტიურობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულსაც მაძლევს. ასე გადახვეული ქადა კი ცოტათი გაათხელეთ ხელის და გასათხელებლის საშუალებით, გადაუსვით კვერცხი და დაჭერით ასეთი სპეციალური დანით. თუ არ გაქვთ მსგავსი საჭრელი, შეგიძლიათ უბრალოდ დანა გამოიყენოთ. ცხვება 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში და ძალიან გემრიელი, ფხვიერი ქადები მზად არის. მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. გამომყევით Instagram-ზეც.